თქვენო აღმატებულებო, საბერძნეთის ელჩო, ბატონო ანასტასიოს კრეოპაკასო, ქრისტეს მიერ საყვარელო ძმანო და დანო. დღეს არის შესანიშნავი დღე საქართველოს ეკლესიის ცხოვრებაში. დღეს უძველესი ქალაქისთვის, ფოთისთვის ხელდასხმულია, ნაკურთხია ეპისკოპოსი გრიგორი. მერტმა დახლოცო, გაგაძლიერო და გაგაყარო, მერტმა ინებოს ჩვენი და საქართველოს მშვიდობა და სიცოცხლე. ბრონია ყავა, ჩვენთან არს ღმერთი, მრავალს დაესწარეთ ამ ბედნიერ დღესასწაულს. მრავალი ეპისკოპოსის კურთხევას დაესწარეთ. მე მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ეს ბედნიერი დღე. მართალია თქვენთვის თითქოს მძიმე დღეცა, იმიტომ რომ მე უკვე გადადის სხვა ეპარქიაში, მაგრამ მე მინდა თქვა, რომ აი ეს სულიერი კავშირი, რომელიც მას ჰქონდა თქვენთან და თქვენ ჰქონდა მასთან, ეს არ უნდა დაკარგო. და მე ძალიან მახარებს, რომ აი ესეთი სიყვარული დაიმსახურა მან თქვენს წინაშე და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მე უკვე გრიგოლი ბევრს გააკეთებს ჩვენი ეკლესიის, ჩვენი ერის საკითხულთღეობა. ჩვენ ვეცდებით, რომ ამაზე ნაკლები მოძღვარი არ გამოგვიყვება. და ილოცეთ მისთვისაც, მთელი საქართველოსთვის და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გურია, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, სულიერად მძიმე მდგომარეობაში იყო, აღადგენს თავის სულიერობას და მართლაც სარწმუნოების გარეშე ჩვენ ვერაფერს ვერ გავაკეთებთ და ვერაფერს ვერ მივაღწევთ. საჭირო უპირველეს ყოვლისა რწმენა, ჭეშმარიტი სარწმუნოება და
ამაზე უნდა ავაშენოთ ყველაფერი. მეუფე გრიგოლი ხშირად ჩამოვა თქვენთან. მოხდება. ასე რომ კავშირი არ უნდა დაკარგოთ. და ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. აი რომ დიდი სიყვარულისათვის მე მადლობელი ვარ, რომ აი ასეთი ერთგულები ვწარდებით მამა გრიგოლისა და ქართული ეკლესიისა. ქართული ეკლესია ეს არის სულიერი ძალა ჩვენი ერისა, ჩვენი ქვეყნის და ეს უნდა გაძლიერდეს, ეს ძალა, ეს სულიერი ძალა მარტო ეკლესიაში კი არ უნდა იყოს, ეს ყველა ოჯახში უნდა შევიდეს, ეს მადლი. ამ მადლის გარეშე არ უნდა დარჩეს არც ერთი ოჯახი. ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ აი ამ ბედნიერ დღეს მეუფე გრიგოლის კურთხევას დაემთხვა კიდევ საბერძნეთის დღესასწაული და აი მრავალი ქვეყნის ელჩები ბრძანდებოდნენ და ყველას უხაროდა აი ეს ჩვენი სიხარული და ღმერთმა არ მოგიშალოთ სიხარული.